რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გამოძიებას მასალები გადაუგზავნა. საქმე ეხება ქალაქ რუსთავში თბილისი წითელი ხიდის საავტომობილო გზის თბილისი რუსთავის მონაკვეთზე 8000-ზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთს, რომელსაც სამინისტროს ცნობით გასული წლის 20 ოქტომბრის ბრძანებით უფერული ზონის სტატუსი მოეხსნა და შესაბამისად მისი გასხვისება შესაძლებელი გახდა. ამის შემდეგ ეს ფართობი ჯორჯ გვიმრაძეს გადაეცა. ამ მიწის ნაკვეთს კი უფერული ზონის სტატუსი იმ მიზნით მიენიჭა, რომ სწორედ ამ მონაკვეთზე საავტომობილო გზის მაგისტრალს უნდა გაევლო. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აინტერესებს, რატომ მოხდა სასწრაფო წესით უფერული ზონის სტატუსის მქონე მიწის ფართობისთვის სტატუსის მოხსნა და გასხვისება და ასევე რა კავშირი აქვს გვიმრაძეებს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის დავით კირკიტაძესთან. პლუს ამას სადღაც 120-ში მთავრობის განკარგულებით მოიხსნა ბუფერი და სასწრაფოდ ეკონომიკის სამინისტრომ მოასწრო მიწის გადაცემა. რა აუცილებლობა იყო, რატო ვერ იზამდა ამას ახალი ხელისუფლება და რა იყო ამას, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. ეს არის 8057 კვადრატული მეტრი მიწა, ეს არის დაახლოებით წითლად სადაც არის მონიშნული ეს საკმაოდ კარგი ის არის მიწა, შეიძლება ვთქვათ, რომ ავტობაზრობებთან ახლოს და ამ შემდეგ ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ ამ პირთან იყო გარიგება თუ ამ შემდეგ, უბრალოდ ვამბობთ, რომ 20 ოქტომბერს განკარგულება გაიტანეს, მოიტყუეს განკარგულებაში, შეცდომით მიიღეს განკარგულება, შემდეგ 24 ოქტომბერს უცებ ჩაუნაცვლეს ამ ადამიანს ეს მიწა სხვა მიწით, რაც დადგინდება, ესე იგი, რატო მოხდა. ანუ ამ ყველაფერს ძალიან დიდი ეჭვის თვალით უყურებს